ესე ვთქვათ, აი ამ სექტის პროპაგანდას იქ სადაც ისინი ცხოვრობდნენ და ასწავლდნენ. აქ ჩვენ პროფესიონალ პედაგოგთან, მით უმეტეს ლინგვისტთან, რომელმაც უნდა ასწავლოს თუნდაც ჩვეულებრივი ინგლისური, ახო არ არის ლაპარაკი ხა ბრიტანულ ინგლისურზე და ახო არ არის რაღაცა ძალიან მაღალ ლინგვისტურ კატეგორიებზე. მაგრამ არც ერთი ეს პედაგოგი არ არის ლინგვისტი და მით უმეტეს პედაგოგი. ეს არის ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში დაკავებულნი იყვნენ უმუშევართა გრძელ რიგში და როდესაც ასეთი ტიპის მისიები დგება მაგალითად აფრიკულ სახელმწიფოებში, სადაც ასწავლიან ტომებს, როგორ გაიხეხონ კბილები, როგორ დაივარცნონ თმები, რომ სამოსი უნდა ჩაიცვან, რომ უკვე ტყიდან უნდა გამოვიდნენ და რაღაცა ტიპის საცხოვრისებში უნდა განლაგდნენ. ანუ მე შეიძლება ძალიან უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ძირითადად დავუშვათ ასეთ კატეგორიებს. ან არიან ეს კონტინგენტი მზად, რომელიც უმუშევართა გრძელ რიგში არიან, რომლებიც კონკრეტული მისიების წარმომადგენლები არიან ამა თუ იმ ქვეყანაში. ასე რომ მე პირდაპირ მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ პროგრამას და ამ პროგრამით ჩამოსულ არც ერთ ადამიანს საქმე არ აქვს, პირდაპირი კონტაქტი არ აქვს პედაგოგთან და მით უმეტეს ლინგვისტ პედაგოგთან, რომელმაც უნდა ასწავლოს მაღალი კატეგორიის ან ჩვეულებრივი კატეგორიის ინგლისური ენა. ეს ერთი ფაქტი. ეხლა მეორე ფაქტი. საერთოდ თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში პედაგოგი და ეს არ იყო საბჭოთა პედაგოგი, ზოგადად მასწავლებელი, ზოგადად პედაგოგი ესა იყო, არის და უნდა დარჩეს სამომავლოდ, როგორც განსაკუთრებული მოძღვრის, განსაკუთრებული ხატის ადამიანი, რომლის მიმართაც ნებისმიერ თაობას უჩნდება უდიდესი მოწიწება და უდიდესი მოკრძალება, მისი როგორც პერსონის და მისი როგორც მოძღვრის წინაშე, საერო მოძღვრის წინაშე. ამ კატეგორიაშია გაყვანილი საქართველოში პედაგოგი და აი ასეთი ტრადიციით უნდა გადავიდეს იგი მომავალ თაობებში. და აი ამ ადამიანებმა მე იგივე შაშკინი იმობს მხედველობაში, რომ რასაკვირველია სააკაშვილი და რასაკვირველია მათი ესე ვთქვათ სხვადასხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც აი მას აკეთებენ. ისინი აგრძელებენ ერთ რევოლუციას. ეს არის კულტურული რევოლუცია. თქვენ არ მოგესმათ, მე არ გულისხმობ ისტორიას, ანუ ჩინეთის კულტურულ რევოლუციას და ხუნვეიბინებს. მე ქართულ ხუნვეიბინებზე მოგახსენებთ და ქართულ კულტურულ რევოლუციას. ვინაიდან ამ ვარდოსნებმა, როგორც კი ძალადობის გზით ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, პირველები ვისაც შეუტიეს, ეს იყო საგანმანათლებლო ფრონტი და ეს იყო უნივერსიტეტი. და მე მაშინ გახსოვს, ვამბობდი, რომ უნივერსიტეტის წაქცევა ნიშნავდა უკვე საქართველოს წაქცევას. ვინაიდან ისინი კი ეუბნებოდნენ თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით საზოგადოებას, რომ ისინი ებრძოდნენ რაღაცა კატეგორიის პროფესურას და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცოდით, რომ უნივერსიტეტი ეს იყო ქართული იდეის, ქართული სინდისის, ქართული ეროვნული იდეის განსახიერება. რომ თუ წააქცევდნენ უნივერსიტეტს, წაიქცეოდა საქართველოს. გახსოვს, ჩვენ ლოზუნგიც ჰქონდა გადაარჩინე უნივერსიტეტი, გადაარჩინე საქართველო. ზუსტად ასეთი რამ დაემართა ჩვენ საგანმანათლებლო სკოლას, აბსოლუტურად მოირყვა ყველაფერი და ეს კულტურული რევოლუცია ზუსტად ისეთივე როგორც იყო ჩინური, ზუსტად ისეთივე როგორც იყო ბოლშევიკური, რომელიც ებრძოდა ზნეობრივს, ეროვნულს, ფესვებს ებრძოდა, თლიანად გადმოიტანეს აი ახლა აქ. ანუ ესენი არიან ჩვენი დროის ხუნვეიბინები და კულტურული რევოლუცია, ვინც არ იცის ჩვენ რადიო მსმენელთაგან და ჩვენს ტელემაყურებელთაგან, მტერს მოეტირება ისეთი რამ ჩაიდინეს კულტურული რევოლუციის სახელით თავის დროზე,
ბოლშევიკებმა და თავის დროზე ჩინელმა ხუნვეიბინებმა და იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრი დრო გავიდა დღეს როდესაც მართლაც რაღაცა ცივილიზაციის კონკრეტულ აკვას წარმოადგენს ჩინეთი და მისმა მრავალფეროვნებამ, მისმა სიმრავლემ თუნდაც მოსახლეობისა თითქოს უნდა დაეჩრდილა ამ ყველაფერს ეს კულტურული რევოლუცია, დღესაც კნესით იხსენებენ და უყვებიან მომავალ თაობას, რომ ასეთი ტიპის ძალადობა რომ არასოდეს არ უნდა გამიოდეს. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ სპეციალურად შემოიტანეს ეს ფლეჩერის თემაც, ეს არის სპეციალურად შემოტანილი თემა, ანუ გაშიშვლებული თემა, ვინ არის ამ ტიპის ბრჭყალებში პედაგოგი, რომ დაამსხვრიონ ყველაფერი, რაც კი არსებობს ზნეობრივი მასწავლებელთან, პედაგოგთან, საერო მოძღვართან მიმართებაში და ამით, როდესაც ჩვენ შაშკინი გვეუბნება, რომ ცით რა თქვენ სტუმარმა სპინძლობა დაგავიწყდათ და პატივი ეცით სტუმარს, ჯერთი რა სტუმარია ჩემი ბიუჯეტიდან, ჩემი მოსახლეობის ჯიბებიდან ამოღებული ბიუჯეტიდან 10 მილიონი გადადის ამათ ჯიბებში და ამათ სამსახურებში და ამათ ჯამაგირებში. რანაირი სტუმარია ხო არ აღიცხეთ ერთი. ეს კიდეს სხვა საუბრო თემა, მაგრამ ფლეჩერი Facebook-ზე არ გაპარვიათ, ეს სპეციალურად გამოიტანეს, რომ შეაჩვიონ ადამიანები და დაამსხვრიონ მითი ქართველი პედაგოგის, ზნეობის, მასწავლებლის ინსტიტუტის და მოძღვრის, საერო მოძღვრის ინსტიტუტის საქართველოში. იმ ფლეჩერს აქედან არავინ არ გაუშვებს თავისი ნები და არ ეტყვიან, უი თქვენ როგორი ყოფილხარ და უნდა დატოვოთ საქართველო, პირიქით მას გამოიყენებენ, როგორც ხუნვეიბინები იყენებენ. აი, ფლეჩერია ჩვენი ხატი პედაგოგისა. თაყვანი ეცით აი ამას და ასეთები უნდა იყვნენ უკვე პედაგოგები. აი ეხლა ზნეობრივად რა მიჩნევს ვდგევართ, მე უკვე კომენტარი მომიდვია ჩვენ გვისმენთ. კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა ეგრეთ წოდებულ ბურებთან დაკავშირებით, მათ ჩამოსახლებაზე დაიწყო ლაპარაკი 40,000 ოჯახზე, რომელიც სავარაუდოდ 150,000 კაცს მიაღწევს, ანუ ამასთან დაკავშირებითაც მაინტერესებს ლეიბორისტული პარტიის პრინციპული პოზიცია. მე მგონა თქვენ საუბარს დაიწყებით, რომ უდიდესი მადლობა ნესტან საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას, რომ პირველად ბურების შესახებ ინფორმაცია სრულიად დაუჯერებელი და გამოუგნებელი ჩვენთვის, მაგრამ თქვენ მიაწოდეთ საზოგადოებას. ინგლისურის მასწავლებლებთან დაკავშირებით ლეიბორისტულმა პარტიამ მიაწოდა, რომ აღმოჩნდებოდნენ ასეთები. რა თქმა უნდა, ჩვენ ინფორმაციას კი არ მივაწვდით ამაზე ჩემმა კოლეგებმა, მეგობრებმა, როგორც ერთი მიმართულებით პედაგოგებზე, ასევე იგივე ბურებზე. ოღონდაც ეს ბურები ნამდვილად ჰოლანდიელები არიან, რომლებიც იქ სახლობენ და უნდა ჩამოიყვანონ მიხეილ სააკაშვილის, ესე ვთქვათ, სიდად სიმამრის, რა ქვია ხა ამას ქართულად დამავიწყდა, მოყვრების, ესე ვთქვათ, დასახლებაზე უნდა იზრუნოს, იმიტომ რომ ამ საყოველთაო გლობალური კრიზისების დროს, როდესაც ფინანსური კრიზისია, ეკონომიკური კრიზისია, სოციალური კრიზისია, მორალური კრიზისია, ყველა ტიპის გლობალური კრიზისებია, მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი ენერგიით ასაქმებს უცხოელებს საქართველოში და მხოლოდ უცხოელებისათვის არსებობს საქართველო, იმისათვის რომ ეს მძიმე პერიოდი გადაეტანა. რა თქმა უნდა, ეს იქნება მძიმე. ბევრი მიზეზის გამო იქნება მძიმე, მაგრამ ერთხელ პატრიარქმა თქვა ქადაგებაში, რომ ქართულ მიწას რო აიღებო და ხელს რომ მოკიდებო, ოდნავ რომ მოუჭერო სისხლი წამოვა. გაჟღენთილია ქართული მიწა ჩვენი წინაპრების სისხლით, რომლებიც იცავდნენ ამ ქვეყანას, ამ მიწას, ყველა გოჯ მიწას, რომ იგი სხვისთვის არ დაეთმოთ. და დღეს ამ სისხლით ქართველი ჩვენი პატრიოტი წინაპრების სისხლით გაყოფილ მიწას ინტერნეტის მეშვეობით ვაძლევთ ბურებს, არაბებს, ყველა ტიპის მომხდურებს და ვეუბნებით, ჩამოდით, იცხოვრეთ და ამაში
მხოლოდ და მხოლოდ სუსტი ხმა ისმის, ესე ვთქვათ, ოპოზიციისა, რომელიც უფრო მეტწილად კრიტიკას ემსგავსება, ვიდრე ალტერნატიული აზრის შემდეგ თავს მოხლევას და განხორციელებას. ასეთი მძიმე პერიოდი საქართველოს თითქმის არ ახსოვს ახალ და უახლეს ისტორიაში. ხო, ყოველი დრო თავისი სიმძიმით არის, მაგრამ ეს არის ის სიმძიმე, რომელსაც ერთვის კიდევ ერთი საშიში ფაქტორი, რომელიც ობიექტური რეალობა, ეს არის გლობალიზმი, როგორც მოვლენა, როგორც პროცესი, როგორც ობიექტური რეალობა, რომელიც პირველ რიგში ემუქრება პატარა და ტრადიციულ ქვეყნებს და ეს მუქარა პირდაპირ აისახება. ისინი ან თავიანთ ინდივიდუალიზმს, თავიანთ იდენტიფიცირებას ან შეინარჩუნებენ, ან ხდება მათი სრული ასიმილირება და გადაშენება. აი მიჯნა, რომელზედაც დღეს საქართველო. აი ესეთია ჩვენი რეალობა ამ თვალსაზრისით. ხალხთან ნესტანი ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის ნიჰილიზმში ჩავარდნილი. თქვენ როგორც ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ლიდერი, რა რჩევას კი არ მიცემთ, რით დაამშვიდებთ ჩვენ მოსახლეობას, რას ეტყვით, რა გვეშველება ამ პრობლემებთან დაკავშირებით, ანუ რა უნდა გავაკეთოთ თვითონმა ჩვენგანმა, თქვენი პოზიცია, თქვენი რჩევა ჩვენს მოსახლეობას ახლა რელაქსაციის, დამშვიდების, აბების და რაღაცა დამამშვიდებელი წვეთების მიღების დრო არ აქვს. მათ უნდა იბრძოლონ უწინარეს ყოვლისა მათი ოჯახების გადასარჩენად. მათი შვილებისათვის ხვალინდელი დღის პერსპექტივის მისაცემად. ქეჩოში მოკიდონ ხელი ყველას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს და უთხრან ეხლა დამშვიდების დრო არ არის და მე პირადად ველოდები ჩვენი საზოგადოების აქტიურ პოზიციებზე დგომას. მე ძალიან მაინტერესებს, ანუ არა როგორც ერთ ნესტანს, არამედ ზოგადად მე ქართველს და საქართველოს მოქალაქეს, რამდენად ეგუება ეს საზოგადოება თავის გადაშენებას, თავის შვილების უპერსპექტივობაზე ხელის მოწერას და რამდენად არის ბრძოლის უნარიანი, რომ უკეთესობისაკენ შეიცვალოს. თქვენ კაი დედმამიშვილებო კაცო. კრუხი რო ქორს დაინახავს. შვილის გადასაფარებლად კი არ მიდის. იმ წუთშივე გარბის ქორისკენ თითქოს ეხა ქორზე მეტი ძალა ქონდეს და ქორზე მეტი შესაძლებლობა ქონდეს ბრძოლისა, მაგრამ ებრძვის ქორს რომ შვილი არ წაართვას. აი ესე უნდა იბრძოლოთ თქვენც ადამიანებო, ჩვენც თქვენთან ერთად სულ ყველა იმისათვის რომ ამ ქვეყანას თქვენ შვილებს შეუქმნათ ხვალინდელი დღის პერსპექტივა. რა დროს დამშვიდებაზეა ლაპარაკი. სრულად უნდა გავიცნობიერეთ ის რაც ეხლა ვთქვი, რასაც სხვები იტყვიან კიდევ ამ სტუდიაში და ამ მართალ სტუდიაში ისმის ყველა საჭიროებო საკითხებზე საუბარი და ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს გაცნობიერებული, გააზრებული და უნდა მივიღოთ მოქმედების ის გეგმა, რომელსაც ქვია არ შეგუება ამ რეალობაზე და მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის უკეთეს და კარგ მომავალზე, რეალურ მომავალზე და არა წარსულში ჩაღრმავებას. აი ეს არის ჩემი პოზიცია. თუ რაიმე ზედმეტად ან იმპერატულად გეჩვენათ ჩემის მხრიდან, ან რაიმე ესე ვთქვათ, ჭკუის დამრიგებლურად, თუ კი ვინმეს ასე მოიჩვენა უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მე უბრალოდ ემოციურად გამოვხატავ ჩემ შინაგან მდგომარეობას, როგორც ერთი თქვენთაგანი, როგორც ერთი მრავალთაგანი. დიდი მადლობა. მადლობთ ქალბატონ ნესტან, მადლობთ რომ გვისმენთ. ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ქალბატონ ნესტან კირთაძე. გადაცემას უძღვებოდი მე ლევან ხუნწარია, მომავალ შაბათამდე გამშვიდობებით. მადლობთ რომ გვისმენთ.